მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილს უგზავნის, რომლითაც ითხოვს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდეთ. მისი თქმით, ახლოვდება საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც მინისტრებმა ხელახლა უნდა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბჭომ უნდა მოუწოდოს რეჟიმს უარი თქვას ანტიევროპულ რიტორიკაზე, გააუქმოს ანტიევროპული კანონმდებლობა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ წვდომის შეზღუდვა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის პრაქტიკაში არაეფექტური აღმოჩნდა, ნებისმიერ უფრო ფართო ზომას უნდა მივუდგეთ მკაფიო პრინციპის გათვალისწინებით. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რეჟიმის პოლიტიკის გამო. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ არის პროცედურული ფორმალობა. ეს არის საქართველოს ყველაზე ხელშესახები ევროპული მიღწევა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მტკივნეული დემოკრატიული რეფორმებისა და ხალხის ურყევი ნების წყალობით იქნა მოპოვებული. ეს არის საქართველოს ევროპული იდენტობის ცოცხალი გამოხატულება და ცოცხალი კავშირი ქართველ ხალხს და ევროპულ ოჯახს შორის. ამიტომ უვიზო რეჟიმის შეჩერების ნებისმიერი მუქარა კრიტიკულად უნდა იქნას განხილული. ასეთი შედეგი არ წაადგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ის წაადგება მმართველ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციას საქართველოს დემოკრატიულ დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის გზით ცდილობს. ასევე საქართველოს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც სტრატეგიული ინტერესი აქვთ ქვეყანა ევროპელ პარტნიორებს დააშორონ. ამას წარმატების მიღწევის საშუალება არ უნდა მიეცეს.